მოკლედ ეხლა რა ხდება მეგობრებო რა. იმ აპდეიტების გარდა რაც გავაკეთეთ, კიდე გვინდა მეორე ამორთზატორის დამატება რა. ანუ ორი წყვილი ამორთზატორი რო გქონდეს, იმიტომ რომ მანქანა უფრო დამძიმებულია და მინდა რომ ცოტა დავახისტო რა. მეორე ამორთზატორი ამ შემთხვევაში გვაქვს ჩვენ აი ეს უფრო გრძელი პაჯერო 3-ის ამორთზატორი რა. ეხლა ნახეთ რა ხდება. ადგილში ვარ ძალიან შეზღუდულები. აი ესე მინდა რომ დადგეს მეორე ამორთზატორი. ამას ეხლა ოდი ლიფტი აქვს კიდე კაი, თორე აი ძალიან ძნელი იქნებოდა მიდგომა რა. რო ასე დაყენდეს. აი ცოტა მივატანინო. აი ესე ფიქრობ რომ დავაყენო რა. თავისი ესეთი სამაგრები იქნება გასაკეთებელი. თავერებს ეძახიანებს ვთქვათ ქართულად რა დავარქვა, რა ვიცი. კოშკი კი არა, რა ქვია ეს. სადაც ეჭირება ზედა მხარე და ქვედა მხარეს თავისი სამაგრები რა. აი ესე უნდა დავაყენო. მოკლედ იქნება ორი ცალი ამორთზატორი. უფრო სტაბილურიც იქნება მანქანა, პაჯერო 3-ის უფრო გრძელია, უფრო დიდი ხოდები ექნება და პლუს ეს თავისი დაგრძელებული ამორთზატორები. აი ნახეთ რამდენად გრძელია თავის ამორთზატორთან შედარებით პაჯერო 3-ის ამორთზატორები. რთული გასაკეთებელია საკმაოდ. პაჯეროზე მე არ მინახია ეგეთი რამე ვინმეს გაეკეთებინოს. ზედა მხრიდანაც განახებთ იქ სადამოდის დაახლოებით წარმოდგენა რო გქონდეთ 1 წუთის გარეთ დავწერდი ხა. აი ნახეთ ახლა რა ხდება. ეს არის თავისი ელექტროამორთზატორები GD-ის. ამისი ბოლო აქ თავდება. ამას აქვს 4 სანტიმეტრი, 6 სანტიმეტრი ბოდი ლიფტი რა. ანუ უზავარი აწეული. და ეგ აძლევს ცოტა საშუალებას. აი ხელი სადაც მიკიდია მანდ რომ მაქსიმალზე ამოყოს თავი გრძელმა ამორთზატორმა რა. წინააღმდეგ შემთხვევაში უზავი იქნებოდა 6 სანტიმეტრით უფრო დაბლა. ეხლა ძალიან მიუხელთებლად მიჭირავს. ჩაუშვებ ამ ამორთზატორს დაახლოებით მიხვდით როგორც უნდა იდგეს და აგიხსნით კარგად რას გულისხმობ. აი უნდა ამოყოს თავი ამის გვერდზე მეორე თავი უნდა დაესვარკოს. ესე ამოყობს ჩვეულებრივ თავს და იმუშავებს. ბოდი ლიფტი რატო გვიწყობს ახლა ხელს? ბოდი ლიფტი რო აქვს მანქანას აი ნახეთ ადგილია. აი ეს არის ადგილი, რომელიც დაშორებულია რამიდან. ეგ ადგილი რო აქვს რამიდან საშუალებას გვიძლევს რომ ამორთზატორის თავი მაღლა ამოვიდეს რა. და დიდი უფრო გრძელი ამორთზატორი დაყენდეს. კუზოვოს ჭრიან ხოლმე მაგის გამო და შიგნით შეახვთ აი ამერიკული მანქანები ვისაც გაქვთ ნახე. ჩვენი ხელად დიდ ამორთზატორებს არ ვაყენებთ, მაგრამ გრძელია შედარებით თავისზე დაახლოებით გაშლილ მდგომარეობაში 10-12 სანტიმეტრით. პაჯერო 3-ის ამორთზატორები. ნახოთ რა გამოვა, ძალიან ძნელი მისადგომებია სვარკებისთვის, დაშლა უზაოს ხო ვერ ახდი რამიდან მაგის გულისთვის და ნახოთ რა გამოვა და როგორ გამოვა რა. საბოლოო შედეგს განნახებთ ნელ-ნელა ვაკეთებ. ეს მეორე მხარეა, მეორე მხარეს ბევრად რთული სიტუაცია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი კაბელებია, შლანგებია, საწვავის, კონდიციონერის, ეს კაბელები, მისი კანალები ოტკის. აი ძნელი გასაკეთებელი იქნება საკმაოდ, მაგრამ უნდა მოვინდომო და რაღაცა გამოვიდეს. ჯერ უნდა კარდონებით გამოვჭრა კარგად ლამაზად ესენი ნიმუშები, თარგები და მერე ნახოთ. მოკლედ ახლა რა ხდება მეგობრებო. გავაკეთეთ კარდონის ნიმუში პირველ რიგში, როგორც უნდა იყოს აი ესეთი. რაზეც უნდა დადგეს აი ესეთი კოშკი იქნება, რომელიც რამაზე დამაგდება. მერე დავხაზებთ ლისტზე, აგერ არის 4-იანი ლისტი. საკმაოდ ძლიერი და უნდა გამოიჭრას ცალ-ცალკე სანამ შედუღდება. ეხლა უკვე სხვადასხვა ფორმები. უკვე ვაკეთებ მეორეს. პირველი უკვე გავაკეთე. ესეთი გამოვიდა. პრეფატკებზე აღვანილი.
მანქანაზე დაყენებულს უკვე მე განახებთ როგორია და რანაირი. Არი იქნება საკმაოდ ეს ზედა მხარე გაიხრიტება აი აქ თავის მხარეს. ამორთოტორის თავი ამოყოფს თავს და ძირიც იქნება გამაგრებული. ამას გვერდებს ესეთი უსლენიები ექნება. ჯერ დამიდუღებია. პირველ გააღოს ესე და გამოვა კარგი. ესე დაჯდება რა წესით კარგად ზაზორები საკაიფოდ დაჯდა. ამ კაბელებს გადავიდა რა თქმა უნდა, გზებიდან გაიხრიტება, ამოყოფს თავს ამორთიზატორი და ეს მეორე ამორთიზატორის სამაგრი. ამაზე ცოტათი უფრო მაღლა ეს, იმიტომ რომ უფრო გრძელი იქნება. მგონი არ არის ცუდი. ესეც ასე ერთი ცალი სრულიად შემოდუღდა. ნახსვარკის ხარისხი თქვენ შეაფასეთ. სიზბირე როგორი იქნება და რანაირი. გადავედი ახლა მეორეს. ვნახოთ. მგონი ექნება ის სიძლიერე რაც საჭიროა.
მოკლედ ვაგრძელებთ ჩვენ შრომას. პარემ დაშლილი მქონდა და ვისაც გახსოვთ აქ უზაოზე რამაზე სადგამი აქ პაჯეროს გამოწეული და ძალიან დიდ დიაგონალებზე აი აქამდე არის დაახლოებით გამოწეული გვერდიდან და მაშვებოდა რა ქვია ედებოდა დიდ დიაგონალებზე და ამიტომაც ესეც დავაკორექტირეთ პარემ გავასუფთავე გავაგლუვე რომ პაგრიშთა რო ედება და მიგლიჯე ერთი რამდენიმეჯერ მეორე მხარეს განახებთ ეხლა როგორ არის მეორე მხარე ჯერ არ გამიკეთებია ამას აქ ერმეტიკი და ბეშუმი წაესმება მე რა თქმა უნდა და მიხვდებით აი აქ ედებოდა პაგრიშკა დაახლოებით აი ამ რადიუსი აი ამას გულის ხმასი არის მეორე მხარეს წარმოიდგინეთ რეალის დროს ამას რო ედება ძალიან ის არის რა ქვია გლიჯავს რა ეგრევე საფურავეს იმიტომ რომ ხოდები რომ მომატებული აქვს ზევით არ ედება მაგრამ აი ამას კედელს ედება რა გავაკეთეთ ახლა ესე ჩავჭერი ესე ჩავჭერი ესე ჩავჭერი სამკუთხედად იქითაც სამკუთხედად ჩავჭერი ძირაც აქ ესენი მოვაშორე ეს ქვედა ძირი ამოვკეცე ზევით ამაზე მიედო და ეს ზედათავი შიგნით გადავუკეცე და გვერდები გამოვსვართ ახლა გლუვი კარგი და ძლიერი შედუღებისთვის აუცილებლად ყოველთვის რაც არავინ რთული ადგილი იყოს მისადგომად ეცადეთ აი კრასკისგან კარგად გავასუფთავოთ ის ზედაპირი ზედმეტი ნარჩენებისგან სადაც უნდა სვარკამი იყოს თორე შლაგ ეწოდებულ შლაგ სიტუებს აი მისადგომად რთული ადგილებია ძალიან მაგრამ კიდეზე არის ზოგი შკურკით ზოგი ბარგაკით აი მიუდგომელ ადგილებში მაქსიმალურად შეიძლება დავუყაროთ გასუფთავებული კი სვარკა დაწვავს იმ კრასკას მაგრამ მიმღებლობა რკინასთან მეტალთან არ ექნება ისეთი კარგი მოკლედ ერთი მხარე დავასრულეთ საკმაოდ შრომატევადი გამოდგა და საკმაოდ დიდი გათვლების გაკეთება მოუწია იმიტომ რომ ადგილის სიმწირეა ძალიან და ჩატევა მორგება საკმაოდ ძალიან ძნელი გამოდგა რა ბევრი ვიწვალი მორგებას ბევრჯერ მოხსენი ახლიდან დავაყენე ახლიდან მივადუღე ახლიდან მივაჭერი აი ესე გამოიყურება ვიზუალურად ახლა რომ შეხედოთ ეს თავისი ეს შედუღებები ძლიერია სამი მხრიდან არის დადუღებული პლუს ქვეშიდან არის კიდე ტოჭკები გაკეთებული თავი ესე ამოყო ერთმა ეს მეორე ქვევიდან შეგახედებთ ახლა რაღაცა შევცვალე თავიდან რო გითხარით ისე აღარ გავაკეთე ესე უფრო კარგად ჩავთვალე ქვევიდან რაც შეეხება ქვემოდან გამოვიდა ესეთი სიტუაცია აქეთ აღარ გავუკეთე ახალი სამაგრები იმიტომ რომ ძალიან დახრა უწევდა ამორტიზატორს დახრაზე მუშაობა თავის ბუდეშივე ჩავსვი აი ეს 4-იანი ისინი გამოვჭერი ფირფიტებივით გვერდიდან მივადუღე იმის ზომაზე გავხრიტე რაც პაჯეროს ამის ბოლტია და ერთ ბუდეში ჩაჯდა 2 ცალი ეს არის მეორე მხარე აი ესე იყო გახრეტილი მაგრამ ეს ზედმეტად დიდია იმისთვის ბოლტმა შიგნით ამ სისქე ბოლტი დააყენო ამიტომ ზედ მივაკარი 4-იანი ლისტები აქედანაც იქიდანაც და აი ეგეთი ვარიანტი გამოვიდა მისადგომაც სასარკად საკმაოდ რთული მისადგომი ადგილებია მაღლა რაც შეეხება აი მაღლა როგორი სიტუაცია
ზუსტად არის ორგებული. არ ედება. რამდენად ცოტა ადგილი დარჩა. აქ ერთმანეთში სამოძრაოთაც საკმაოდ წირი ადგილი აქვს. ეს აქეთ მეორე გვერდი. ესეთი რაღაც გამოვიდა ერთი სიტყვით. მოკლედ დავამთავრეთ, როგორც იქნა გავედით ბოლოში, კარგად ლამაზადაც შევღებეთ ყველაფერი, კაბელები ისევ თავის ადგილზე. ესეც გაკეთდა რომ ედებოდა წაუშვი გერმეტიკები და მერე შეიღება კაბელები, ეს ლებიოტკის თავის კაბელები კარგად ლამაზად ისე დაბრუნდა როგორც იყო. ეს ელექტროამორთიზატორები თავისი, ეს მეორე ამორთიზატორი, რომელიც დაემატა. შტანგებით შევღები. ესეც მეორე მხარე. რამხელა ადგილი ჩანს არკებში. კარგად დაყენდა. ლამაზად შეიღება არკები ბარემ. რაც დასაგერმეტიკებელი იყო და გერმეტიკდა. შემდეგ ვიდეოში მოკლედ უკვე ტესტი იქნება გასვლა დიაგონალებზე, როგორ და რა სიზავს. რა შედეგი მოგწვა და პატარა დასკვნების სახით. ასე დასრულდა ერთ სიტყვით ეს აპდეითი. ყველაფერი დეტალურად მოგიყევით, რატომ და როგორ გაკეთდა. თუ მოგეწონათ ამ სახის ვიდეოები, გამოიწერეთ არხი, ვიდეო დაალაიქეთ. ამ ეტაპზე ამით დაგემშვიდობებით და ყველას გისურვებთ წარმატებებს.